თავისი ძალა და მადლი უფალო ფინალურად გადაიტანა ჯვარზე, როდესაც მასზე გაიყარა. ამ ძალის მატარებელია და ვის საწუნელი გამოისახავს ჯვარს, ირჟავს, მიგი უდიდეს ძალას მიიღებს. ვის მადლი დაიმალებს მასზე. ოღონდ საწუნელი და შიში და სიყვარული და არა ისე სწრაფად დაუფიქრებლად. ასეთი თვის გამოსახა პირიქით უპატივცემულობა არის ისა და მადლის გარეშე პირიქით შეიძლება ადამიანს საჭირის კი მიიღოს. ამიტომ როდესაც ჯვარს გამოისახავთ, კარგად დააგვირთ, ყურადღებით იყავით, სარწმუნოებით გამოისახეთ და არა დაუდევრად თვის გამოსახვა ეს პირიქით უპატივცემულობა არის ისა და შეურაცხყოფა იმ სისხლისა რომელსაც თვითონ უშუალოდ ჯვარი ატარებს. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ და ვინ ჯვარს გამოისახავს, იგი უდიდეს ძალას მიიღებს. ჩვენ ხშირად არ ვიყენებთ ხოლმე იმ საშუალებას, რომელსაც უფალი გვაძლევს. რაღაც შენი თითქოს რაღაც ამ უცნობების გამო არ გონია და ეს ისედაც ისე მოხდება. აი ესეთი შემთხვევა იყო ბავშვები რომლებია სკოლაში. და ესე უნდა დაევლოთ დიანდაგზე, სადაც მატარებელები დადიან და ამ ბავშვებთან ძალიან ახლოს ჩაიარა მატარებელმა. და ერთ-ერთ იქ მდგომს მოესმა საუბარი ეშმაკებისა. ერთი ეშმაკებულება მეორესო რატო არ გავიგო ამ ბავშვს ხელიო და მატარებელში არ შევიდო, ხო ძალიან ახლოს იყო მატარებელთან. უთხარ რომ ამ ბავშვს რომელსაც მეთაურეობ და მინდა რომ რაღაცა ცუდი შემოგვიო, ჯვარ უკეთია გულზეო და ისო ძალას მართნევსო. მაგრამ მეორესო ქვაკეთია რომელიც შენი ასე თქვა მეთაურების ქვეშ არისო ჯვარიო და შენ რატო ვერაფერი გააკეთებო და მან საფრთხე რომ გამოვიდა მაშინ გადაიღადა ჯვარიო და მაგრამ მესამე შეუძლებელი მესამე ბავშვი მასო არ ჯვარი გადაუსახავსო და ასე გულზე ჯვარი მიდიოდა რატო ვერაფერი მოხერხო და დედამ გადაწერა ჯვარი რომ გამოდიოდა საფრთხე ამიტომ ამანო მე ძალას ამართვა ეს ძალა ჯვარისა ჯვრის ძალით იკურთხება წყალიც დაკურთხი წყალი უდიდეს მატარებელია ჩვენ საოცარია როდესაც ჩვენ ის კურთხევას ვიტყურობ თუ ვინმე უსმენთ მათ ყურადღები ამ წყლის მიმართ რაღაც განსაკუთრებული მოსწრება და სიყვარული და საწმუნება არ გაგიშდეს შეუძლებელია ყოველას მინდა სამების მადლი არის დაუნებული მასზე ამ წყალზე და ჯვრის ძალა ერთ-ერთი მამა ერთან ერთად იყო სერაფიმ ვირიცელი, წმინდა მამა. სერაფიმს სარველი უყვარდა ძალიან, ამიტომ აღკვეც ის დროს დაარქვეს სერაფიმე. და თვითონაც გაიმეორა ის ღვაწლი და 1000 დღე და ღამე ქვაზე იდგა თვითონაც. ესე საუბრობდა თავის ბერებთან ერთად და ეუბნებოდა თუ როგორი დიდი ძალა აქვს ჯვარს და ნაყოფ წყალს. და ეს ახლა საუბარი თქვა მარტო ესეთია, როგორც ამბობს უფალი წინაპირა ჩვენს ავიკითხეთ, რომ მიგედება სოდები რეუბნება ავთოს და განიკითხავენ ფარისევლები. უფალი ეუბნება რა ადგილი არისო, რომელი ადგილი არისო, მიგედება თუ უთხრა რომ აიღე შენი სარესელი ავთოს და წადი საფშიო და განკურნებული ადამიანსაც ავიდესო. ანუ ადამიანური თვალისთვის ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საქმე რაც ხდება. უხილავი რაც არის ის ადამიანის თვალი ვერცდება მას და რაც ხიდულია, მაგრამ სამწუხაროდ ფარისევლებს არც ამან არ მო. როგორი ადამიანი რომელიც დაკრუჩული იყო, უმოძრავო იყო, ერთ წამში დგება ფეხზე და მიდის სამში. ეს ამანაც კი ვერაფერი თქვათ სიკეთე მოუტანა ფარისევლებს. ნუ როგორია ფარისევლური მოლარობა, ამპარტავანობა საერთოდ არის უარყავი და სულ ამობს უფალის ახარებაში, მაგრამ ამაზე შემდეგისთვის და რომ გამიგზელს გადავიდეს სხვა საკითხზე, როდესაც უფალი ეს წმინდა მამა ეუბნებოდა ბერებს რომ თუ ნაკურთხი წყალს როგორი ზალა აქვს, ერთ-ერთი ბერი სვავდა ჩაის და უცებ ესე გაისვა ჩაიში. და მამა უთხრა რომ ეშმაკია ახლა ჩახდა ჩაიში. და უცებ ახლოვდა იქაურობა. საშინელმა სულმა მოიცვა. წავიდა ეს ბერი და გადააქცია ეს ჩაი. მაგრამ სული მაინც აკოვებდა ჩიქას და ეს ჩიქა სადაც იყო იქაურობა ყარდა საშინელად, იქ გარშემო შეუძლებელი იყო. გარეცხეს გამოწმინდეს, ნუ ყველანაირი საშუალება გამოიყენეს იმისა, რომ გაისუფთავებიათ ეს ჩიქა, მაგრამ არაფერი არ უშევდა. ეს მამა სერაფიმ ვირიცელი ეუბნება ახლა ერთ-ერთს, რომ წადი ნაკურთხი წყალი მოიტანო. მოიტანა ნაკურთხი წყალი, ეხლა ჩაასხია ამ ჩიქაში და ჩაასხავს.
გამოავლო და განები გადააქციეო. გამოავლო, გადააქცია და სულიც გაქრა. ესეთი ძალა აქვს ნაკურცხალს, ესეთი ძალა აქვს ჯვარს. ასე რომ სასულიერით უნდა გამოისახოს ჯვარი და დილი ყოველთვის გეუბნები და რამდენად დაშვილოთ მე არ ვიცი. მე სადაც ვსულობ